ბასტი ბუბუს შემქმნელებისაგან Top პროექტი მოგესალმებით. დილამ შვიდობის. კვირა დილა. და ვიცი რომ ყველა ოჯახში უფროსის და უმცროსის თავდაყირა დგას, იმიტომ რომ ეთერში ყველაზე მხიარული, გასართობი და მუსიკალური გადაცემა თავდაყირაა. გოგი, ხომ არ გავიწყდება რომ დღევანდელი ჩვენი გადაცემა გემრიელიც უნდა იყოს, რადგან უნდა გავარკვიოთ თან რა უყვართ ბავშვებს და რაც თავაზობენ მათ. თან წამომყევი რაც ბავშვებისთვის კეთდება, ის გემრიელიც უნდა იყოს და სასარგებლო. აი მაგალითად სოფლის ნობათი, რძის ნაწარმი, გემრიელია და სასარგებლო. გემრიელია და სასარგებლო ნატურალური კულას წვენები. ასევე გემრიელია და სასარგებლო ტკბილი ქვეყანა. გემრიელია და სასარგებლო ავერსის ვიტამინები, ვიტასტარი. სასარგებლოა და სასარგებლოა ცეროდენ მაღაზიის სათამაშოები. უნდა გითხრათ რომ სწორედ ამ მაღაზიამ მოაწყო ჩვენი ულამაზესი სტუდია. მოკლედ დილიდან ჯანსაღყვებაზე საუბრობთ. ჩვენ სტუმრებთან და ბასტი ბუბუს ტვინიკოსებთან ერთად. ტვინიკოსებო გთხოვთ. ობძან. თათა კილაძე. ანი სამსიანი. ელენე წერეთელი. ნინცა ცნობილაძე. ვიკა გაგუნია. თეკლა წვერიკმაძაშვილი. მარია მამულაძე. კიდევ ერთი ტვინიკოსი მოდის. ნუკრი გაბანაძე. ჩვენი უსაფრთხო მომღერალი ნუკრი გაბანაძე, ჩვენი სტუმარი. ნუკრი დაბდანდი. რა ქალია? მე მაინტერესებს შენ რომელი კერძი გიყვარს? მე ყველაფერი მიყვარს გოგი, ყველაფერი. გამორჩეული. მიყვარს მწვადი, ხინკალი. ეს კაცური საჭმელები. მაგრამ ვიცი რა, მაინც რა თქმა უნდა ვცდილობ, რომ ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი პროდუქტი ვიყიდო. ვცდილობ. ნუ რამდენად გამომდის არ ვიცი, მაგრამ ბავშვებს მინდა უთხრა რომ არა, ისე კარგად გამოიყურები, რომ გამოგდის ეს. ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს მივიღეთ. მადლობ, ეს კომპლიმენტია. ბავშვებს რა უყვართ? გითხოთ? მე ყველაზე ძალიან მიყვარს კატლეტი და პიურე. დედა რომ იკეთებს ზუსტად ისეთი. კარგია, გემრიელია. სუპები არ მიყვარს, მაგრამ ამბობენ წვნიანი სასარგებლოა და სხვა რაც რამეც ჭამ. აუცილებელიც არის. როგორ გადაწყვეტილებაა? გუფთა მიყვარს კარლსონივით, ტაფაზე გაცხელებული. ბები ამიკეთებს, საიდუმლო რეცეპტია. ბებო არ გვეთქვის ალბათ ამ რეცეპტს, საიდუმლოა. ეგ აღარ მახსოვდა კარლსონს ეგეთი გუფთა რა უყვარდა, ტიფტელი, ხო? კარტოფილი და ჩიფსი მიყვარს ყველაზე ძალიან. შემიძლია მთელი დღე ვჭამო. უყურე? ხინკალი მიყვარს ყველაზე მეტად. ნუკრის გვერდზე. როცა მშია 8 წელს ვჭამ, როცა არა 6. ესე იგი, ის მომარეობა არა აქვს, აი 7 არ ჭამ. გუშია 6, 8, თუ არ შეა 6. არცეთ საჭმელი არ მიყვარს, მაგრამ აიმე? ხათით ვჭამ. დედი ხათრით ჭამო. როგორი მართალი ბავშვია, როგორ ისე თქვა რა. 12 წლამდე მარტო წავსვავდი. კი. მესმის მე შენი და ოჯახის. მესმის. მე მიყვარს და ხაჭო, უფრო ხაჭო. მურაბით და ქიშმიშებით. ზეო? სხვათა შორის რძის ნაწარმი ძალიან სასარგებლოა. და მოდი, ჩვენი დილაც დავიწყოთ ჯანსაღი საკვებით და თბილი რწე. რა თქმა უნდა, ჩვენთან სტუდიაში სტუმრად მოვიდა, არც მეტი, არც ნაკლები, ჭრელი ძროხა, სოფლის ნობათიდან. დიახ. მანაგეთ. Mumu,
თურმე რაზე დარდობს სოფლის ნობათის ჭრელი ძროხა. ისე ბავშვებსაც აქვთ გამართლება. ცხელი იყორდა და რა ეკნათ? როგორ დალებდნენ? მოდი ნუκრი გავიგოთ, ბავშვები რას ფიქრობენ და თუ იციან რა მზადდება რძისგან. მე ვიცი რა მზადდება, მაგრამ მოდი ვკითხოთ, ხო? პატარებს ვკითხოთ. ხაჭო, მართალია? მაწონი, მაწონი, იაგურტი, რა გემრიელია. კარაკი, კარაკი. არაჟანი, დიახ. იაგურტი, არაჟანი, და რაც მთავარი. კი. ჭყინტი ყველი. ნუგრი. ვიშდე. ჭყინტი ყველი ჭამა მიყვარს. გველი საგრაჯუნებავო.